მე ვარ თამუნო პაპავა 16 წლის. სწავლობ ანდრია პირველწოდებული სახელობის სკოლაში. ზოგადად ძალიან ბევრი ჰობი მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერს კეთება მიყვარს. ზოგადად მიყვარს ახალ რაღაცებს როცა ვაკეთებ და მომწონს ის ემოცია, რასაც ახალი რაღაცების კეთება მაძლევს. რავი, ფიგურული სრიალი, ცეკვავდი, ვქარგავდი, ქსოვდი, ვკერვას ვიცი. ვუკრავ, წიგნების კითხვა მიყვარს ძალიან, ვწერ ხოლმე თავისუფალ დროს რაღაცებს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მიყვარს გიტარაც დაკვრა. ერთი თვე რაც შევედი გიტარის წრეზე კლუბში ასე ვთქვათ და რავი, ჩემი აზრით ძალიან მარტივად ავითვისე და სხვათა შორის გიტარაზე შევედი და ტამტამზე დაკვრას ვისწავლე. ჩემი გიტარის მასწავლებელი არის სოფო დოლაბერიძე, ძალიან საყვარელი ქალი და ძალიან მიყვარს. ძალიან მხიარულია, საყვარელია, აი კეთილია და აი სულ თითქოს აი მოტივაციას მაძლევს, რომ აი კარგად უკრავ, მომწონ ხარ და აი ეგეთ რაღაცის მეუბნება ყოველთვის და უფრო მინდება რომ უკეთესად დაუკრავ. თან ანუ აი ისეთი თბილი ადამიანია რომ ყოველ მისვლაზე მეხუტება და მკოცის და წამოსვლის დროს ისე ვერ წამოვალ თუ არ მაკოცა. ყველას ეგრე ექცევა. გიტარის წრეზე პირველად რომ მივედი, თავიდან ანუ ძალიან ბევრი ბავშვი დამხვდა, აი ჩემი მეგობარიც იყო, მაგან მირჩია ზოგადად რომ აქ მივსულიყავი და თავიდან ძალიან ისე გზნობდი თავს, იმიტომ რომ ყველა უკრავდა, მე არაფერი ვიცოდი და ნუ ესე ვიჯექი და ნუ რამოდენიმე ხანი ეგრე ვიჯექი, მაგრამ ნუ მერე უკვე სოფო მასწავლებელმაც მომაქცია ყურადღება და უკვე ამიხსნა ყველაფერი, მე დამით მომისი დრო, ამიხსნა რაღაცები, შემაქო, რაც ძალიან მომეწონა და ნუ მერე მეორე დღეს უფრო მეტი ახალწებით მივედი მასთან და უკვე აღარ გზნობდი ეგრე გარიყოლად თავს, იმიტომ რომ ბავშვებიც გავიცანი, სოფოც გავიცანი, ნუ მივხვდი როგორი კეთილი და როგორი საყვარელი ადამიანიც იყო. თვითონ მე მაქვს აკუსტიკური გიტარა, რაზეც დაკვრა, ანუ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ სიმები არის უფრო მაგარი და თავიდან რაც მიჭირდა ის იყო, რომ ანუ რომ პირველი მასწავლა აი ნელ-ნელა თითების ჩაკვრა ამოკვრა თითოეულ სიმზე და ეგ ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ თან დაატანო ძალა, თან თითები მიყოდა, თან ახალი, თან აქეთ აკორდები უნდა აიღო და ნუ ხო ეგ მიჭირდა. ახაც მიჭირს, მაგრამ ვცდილობ. სოფო მასწავლებელთან დავიწყე ასევე ტამტამზე დაკვრათ, ანუ ძალიან სასაცილოა, მაგრამ ნუ გიტარაზე მივედი და ტამტამზე ვისწავლე დაკვრა. ჩემი ერთი მეგობარია სესილი და მაგას ვთხოვე, რომ უბრალოდ აეხსნა რა უნდა მექნა და ძალიან მარტივია თქვენს ისწავლით. მე ასევე მიყვარს წიგნების კითხვა. კითხვა შემაყვარა ერთმა წიგნმა და ეს წიგნი იყო ჰარი პოტერი, რადგან ანუ სხვა სამყაროში გადაყავხარ ეგრე ვთქვათ და აი ძალიან განსაკუთრებული და განსხვავებული წიგნია და იმდენად მომეწონა რომ ეს წიგნი რამდენჯერმე მაქვს გადაკითხული. ახლა ვკითხულობ All the Bright Places, რაც ქართულად რომ თარგმნოთ არის ყველა ნათელი ადგილი. ძალიან მომწონს, ძალიან საინტერესო წიგნი. უბრალოდ ჩემი თავი დავისპოილერე და ვიცი როგორ სრულდება და ეგეთი საინტერესო აღარ არის როგორიც დასაწყისში იყო. ჩემი აზრით კითხვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ გეხმარება ცხოვრების სწავლაში, ბევრ რამეზე გაფიქრებს, შეცდომებს განახებს, რაც მე შეიძლება შენ აღარ გაიმეორო. მე თვითონაც წერ პატარა ჩანახატებს, აი მაგალითად თუ გაბრაზებული ვარ ან ძალიან გახარებული ვარ, პატარა ჩანახატებს ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის, რომ ეგ ემოცია დავიჭირო და შევინახო და მე როცა უფრო მშვიდად ვიქნები, გადავიკითხო და ნუ ვიგრძნო, ანუ განვიცადო ის რაც იმ მომენტში ვგრძნობდი და ასე ვთქვათ, შევაფასო მოვლენები გარედან. ფიქრობ, რომ თუ კარგი ჩანახატები დამიგროვდება, ოდესმე წიგნს დავწერო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი მეგობარი მყავს იქ, მით უმეტეს პირველი კლასიდან იქ ვარ და ძალიან შევეჩვიე იქაურობას. მიყვარს როგორი გარემოც არის იქ, მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც, ჩემი მეგობრებიც და ზოგადად მე ყველა მიყვარს. ბევრი საგანი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ინგლისური. ინგლისურის გარდა ვიცი გერმანული, ფრანგულს სწავლობდი, თურქული ვიცი. და კიდევ მინდა ვიცოდე იტალიური. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ჩემი პირველი ფიზიკის მასწავლებელი ანა სლუსარევა. დღემდე ძალიან იმიტომ მიყვარს, რომ მახსოვს ის ემოციები, რასაც მასთან გაკვეთილზე ვგრძნობდი, როგორც ის მოგზნობინებდა თავს. კიდევ რა თქმა უნდა, სხვა ბევრი მასწავლებელიც მიყვარს, მაგრამ არ მინდა არც ერთის გამორჩევა. ვაპირებ სამართალზე ჩაბარებას და დიდი ალბათობით გავხდები კარგი ადვოკატი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა რაპუნცელი. გადავიფიქრე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ პრინცესები არ არსებობენ. ისევე ჩემი აზრით სხვა ანუ ამ დროს არ უნდა დაუბადებულიყავი. ახლა მინდა რომ ვიყოთ 18 წლის, რადგან მინდა ვიყოთ დამოუკიდებელი და ვიცხოვრო სტუდენტური ცხოვრებით. ბევრი ფული რომ მქონდეს, მოხუცებს დავეხმარებოდი და ბავშვთა თავისუფლებას გავხსნიდი. პირადად ჩემთვის ვიყიდი ტესლას, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეგ მანქანა. კიდევ საფრანგეთში ვიყიდი სახლს. კიდევ
მინდა რომ ჩემი ბიზნესი მქონდეს საკუთარი და მაგას განვავითარებდი. ამ ბიზნესის სფერო იქნებოდა იურიდიული მომსახურება. ანუ გავაკეთე სამართლის აკადემია, სადაც ასე უნივერსიტეტში არ წავლენ და აი პირდაპირ მაგ მივლენ და მე მათ შევთავაზებ გარანტირებულ მომავალს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, შევეცდებოდი რომ დროის კონტროლი შემიძლებოდა. წინა მონაწილემ დამიტოვა ეგეთი შეკითხვა, თან უნდა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა, თან უნდა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა კატო. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონალიტის ძალიან უხდება ეგ სახელი და აი მინდა რომ ჩემს დავარქვა ეგ სახელი, იმიტომ რომ აი კატოზე მახსენდება რაღაცა ძალიან მხიარული გიჟი ბავშვი. თქვენი შვილი ეგეთია? შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას, თავისი მომავალი პროფესია როგორ აარჩიე და რატომ? მე მაგალითად სამართალი იმიტომ ავარჩიე, რომ ვფიქრობ, რომ ჩემთან ყველაზე ახლოს არის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ვარ სამართლიანი, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და მინდა რომ ვიყო სამართლიანი. მიყვარს როცა სხვების ღირებულებებს და უფლებებს ვიცავ. და სხვა შორის ბევრს უთქვამს, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ეგ პროფესია არ მომიხდება, რადგან აი ჩემგან უფრო რაღაცა კრეატიული, უფრო მხიარული, უფრო ფერადი რაღაც წარმოუდგენიათ, მაგრამ ნუ მე ეგრე არ ვფიქრობ. მე ვარ სიმართლის და სამართლის მოყვარული ადამიანი. ბედნიერება არის იმ ადამიანებთან ყოფნა, რომელთანაც შეიძლება შენი რეალური თავი იყო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.